დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. და როგორც ყოველთვის ჩვენ ვიწყებთ გადაცემას მთავარი ფრაზით, რომელსაც ალბათ ძნელად მოეძებნება ალტერნატივა თავისი მნიშვნელობით, თავისი სათქმელით და თავისი დატვირთვით, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ ადამიანზე. ჩვენ საუბრობთ ადამიანზე როგორც მთავარ ფასეულობაზე და ყველაზე დიდ ღირებულებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერი საზოგადოებისათვის. და როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს არის ყველაზე მეტად გასაფრთხილებელი ყველასათვის და ასეთ შემთხვევაში აზრი ეკარგება ადამიანის სქესს, ასაკს, ეთნიკურ კუთვნილებას, სოციალურ ეკონომიკურ სტატუსს, პოლიტიკურ შეხედულებას, რელიგიურ კუთვნილებას და რასაკვირველია ადამიანის დიაგნოზი, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლე მიუხედავად ყველაფრისა არის გასაფრთხილებელი და ადამიანის სიცოცხლე მიუხედავად ყველაფრისა არის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ საუბრობთ ჯანმრთელობაზე და ამიტომ საუბრობთ ნებისმიერ სხვა პრობლემაზე, რომელიც არის საყურადღებო ადამიანთან დაკავშირებით. თუ ჩვენ ადამიანის ცხოვრებას შევხედავთ, რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს არსებობას, მაგრამ რას ირჩევს ადამიანი თვითონ და რა არ არის მის არჩევანზე დამოკიდებული. ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ან ზოგადად ცხოვრების წესი. მაგრამ მოდით დავფიქრდეთ, განა ოჯახი არ ახდენს გავლენას ჩვენს არჩევანზე, განა საზოგადოება არ ახდენს გავლენას ჩვენს არჩევანზე, განა გარემო, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ, არ ახდენს გავლენას ჩვენს ცხოვრების წესზე. რასაკვირველია ახდენს გავლენას და წარმოუდგენელია ყოველდღიური ჩვენი რეალობა იყოს ჩვენგან დამოუკიდებლად და ჩვენ ვიყოთ ამ გარემოსგან დამოუკიდებლად. წარმოუდგენელია ის, რაც ხდება ჩვენს გარშემო, არ აირეკლებოდეს ჩვენს მდგომარეობაზე. ამიტომ თუ რამ ხდება დღეს საქართველოში, აუცილებლად აირეკლება ჩვენს ჯანმრთელობაზე. თუ რამ ხდება დღეს ჩვენს ქალაქში, ჩვენს სოფელში, ჩვენს რეგიონში, აუცილებლად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ერთი ინდივიდის ჯანმრთელობაზე, ოჯახის ჯანმრთელობაზე, მთელი საზოგადოების ჯანმრთელობაზე. შფოთავთ, დიახ, ძალიან შფოთავთ. ვღელავთ, რასაკვირველია და ამას აქვს თავისი ობიექტური წინაპირობა. შეუძლებელია გონიერი ადამიანი არ ღელავდეს ნებისმიერი დაძაბულობის დროს. შფოთვა ზრდის პრობლემების რისკს, რასაკვირველია ზრდის, მაგრამ მთლიანად ცვლის ჩვენს ცხოვრებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეცვლილი ცხოვრების ფაქტორები თავის მხრივ ცვლის ჩვენი ჯანმრთელობის პარამეტრებს. მაგალითად, რატომ შეიძლება შფოთვამ და ღელვარებამ დაგვირღვიოს ძილი? ეს თითქოს ყველასათვის გასაგებია, მაგრამ რატომ შეიძლება დარღვეულმა ძილმა გაზარდოს ეპილეფსიური გულყრების რისკი? მაგალითად, რატომ შეიძლება სტრესი იყოს დაკავშირებული ძილთანაც და დაკავშირებული იყოს ეპილეფსიასთანაც და რატომ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი ამ სამკუთხედის გააზრება მაშინ, როდესაც საზოგადოება ღელავს. ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობართან ერთად, განსაკუთრებით კარგად ცნობილი მისი სტუმრობა არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს თემები აინტერესებს წლების მანძილზე. იგი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი, ნევროლოგი, ეპილეპტოლოგი და ძილის მედიცინის სპეციალისტი ქალბატონი ნათია ოკუჯავა. დილამშვიდობისა, ნათი. ყოველთვის ძალიან მიხარია, რასაკვირველია თქვენი სტუმრობა და ძალიან მიხარია თქვენთან სტუმრობა. ძალიან მნიშვნელოვანია ის მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელიც თქვენ გაკავშირებთ ჩვენს გადაცემასთან, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს კადრ მიღმა ურთიერთობაზე, თუმცა მნიშვნელოვანია ყოველთვის ის ფაქტი, რომ ყველაზე მწვავე სიტუაციაში, ყველაზე რთულ საკითხებზე სასაუბროთ, ჩვენ ვიკრიბებით იმისათვის, რომ საზოგადოებას გაუზიაროთ ექიმისათვის ცნობილი ფაქტები, მტკიცებითი მედიცინისათვის ცნობილი ფაქტები. ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც არღვევენ კომპეტენციის ზღვარს, მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ ჩვენი კომპეტენცია ქმნის ვალდებულებებს, რომელიც გულისხმობს ადამიანებზე ზრუნვას და თუ ჩვენ ადამიანებზე ზრუნვათ, ჩვენ პირველი რაც გვახსოვს, არ ვავნოთ ჩვენი გადაწყვეტილებებით, ჩვენი ცოდნით, ჩვენი ქცევით და ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ
ეპილეფსიური გულყრის რისკზე, გაზრდილ რისკზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ ძილის დარღვევაზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ მაპროვოცირებელ ფაქტორებზე, ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი ერთ მნიშვნელოვან ჯაჭვში ავკინძოთ და დავიწყოთ იმით, რომ შფოთვა, სტრესი, მღელვარება არის თუ არა ის მდგომარეობა ჩვენი ნერვული სისტემისთვის, რომელმაც შეიძლება ცხოვრების წესის სხვადასხვა ფაქტორი დაარღვიოს და ჩვენი არსებობის ფორმა ისე შეცვალოს, რომ მაგალითად ჩვეული ძილიდან სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში გადავიდეთ და ამას რა თანხლების შედეგები შეიძლება ჰქონდეს. მარი, რა თქმა უნდა, შფოთვა, სტრესი, მღელვარება, ექიმიც რომ არ იყოს ადამიანი, იცის რომ პირდაპირ და ალბათ ყველაზე უფრო ადრე აისახება ჩვენს ძილზე. და როდესაც არ განვიხილავთ თუ გინდ ქრონიკულ უძილობას, როგორც დიაგნოზს, აი მწვავე უძილობის, უძილო ღამეების მიზეზი არის ხშირად შფოთვა, სტრესი და მღელვარება და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია სამედიცინო თვალსაზრისითაც მოგეხსენებათ, იმიტომ რომ სტრესს და მღელვარებას ახლავს ისეთი ჰორმონული, ისეთი მეტაბოლური და ისეთი სომატური თუ ნევროლოგიური ცვლილებები, რომელიც უბრალოდ ფიზიოლოგიის თვალსაზრისით ხელს უშლის ჩვენს ჩაძინებას და აფხიზლებს ორგანიზმს, მაგრამ მეორე მხრივ ისიც უნდა ითქვას, რომ აი უძილობა თავისთავად ეს არის მანკიერი წერეხლა, ეს ცნობილი ამბავია, რომ ჩაძინების სირთულე ზრდის ადამიანის შფოთს, მღელვარებას და პირიქით იწვევს და აფიქსირებს შფოთს და მღელვარებას დაძინების პროცესთან დაკავშირებით. სხვათა შორის ამას წინ ძალიან საინტერესო სტატიას წავაწყდი ევროპულ ძილის ჟურნალში სულ ახლა 23 წელს დაიბეჭდა და ეს არის ჰანა ალჰაიმი, უკაცრავად ეს არის სოციოლოგი და ისტორიკოსი, რომელიც უძილობას განიხილავს როგორც ცივილიზაციის თანმხლებ დაავადებას, რომელიც ზუსტად ჩამოყალიბდა ცივილიზაციის და ინდუსტრიალიზაციის თანმხლებ სტრესთან ერთად მეორე რაიხის მაგალითზე განიხილავს აი ეს ადამიანი აი ამ პროცესს. ასე რომ ჩვენი ტემპი, ხელოვნური განათება, ის რომ ჩვენ ყველანაირ ინფორმაციას ძალიან სწრაფად ვიღებთ, ის რომ ჩვენ უკვე სხვანაირად ვცხოვრობ და უბრალოდ გათენებაზე და დაღამებაზე აღარ არის დამოკიდებული ჩვენი დაძინება თუ გაღვიძება, რა თქმა უნდა, ეს ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენ ძილი დაგვარღვას და შესაბამისად ვიშფოთოთ ან პირიქით ვიშფოთოთ და შესაბამისად ძილი დაგვარღვას. არის ერთი, როდესაც ჩვენ უშუალოდ თვალყურს ვადევნებთ მოვლენებს, რომელიც ჩვენ გვაღელვებს, გვაშფოთებს, გვანერვიულებს და ეს რასაკვირველია გვირღვევს ძილს. მაგრამ მეორეა, როდესაც ჩვენ თანამედროვე ადამიანები, არა მარტო ჩვენი საზოგადოება და ახლა მიმდინარე პროცესების შესაბამისად ჩვენი საზოგადოება არის აი ასეთი შემაშფოთებელი, ამაღელვებელი ინფორმაციის უწყვეტი ნაკადის ზემოქმედების ქვეშ. ყოველთვის განსხვავებულია მდგომარეობა და თქვენ ამაზე ხშირად საუბრობთ. ერთია, როდესაც ეპიზოდურად მივიღე ასეთი ინფორმაცია, მაგრამ მეორეა, როდესაც მე პრაქტიკულად ამ ინფორმაციულ ნაკადში ვიძინებ, ვიღვიძებ, ყოველდღიური ჩემი აქტივობა ამ ფონზე მიმდინარეობს, ეს ზრდის თუ არა დამატებით რისკებს და რატომ არის მნიშვნელოვანი სწორედ აი ამ საინფორმაციო სტრესის ფონზე, აი ამ საინფორმაციო ნევროზის ფონზე განვიხილოთ ნებისმიერი სხვა რისკი. ცხადია, რა თქმა უნდა, ეს ზრდის სტრესის რისკს, ზრდის უძილობის რისკს, ზრდის შფოთვის რისკს, როდესაც ესეთ არასტაბილურ, არამშვიდ გარემოში მუდმივად ცვალებადი და ამაღელვებელი ინფორმაციის გარემოში გვიწევს ცხოვრება. სხვათა შორის, აი იგივე აი ჰანა ალჰაიმის სტატიაში ძალიან საინტერესოდ არის განხილული ერთი რამ, რომ კი, გარემო ასეთია, მაგრამ ამ გარემოს ცენტრში არის ინდივიდი, არა, რომელზეც ეს ყველაფერი მოქმედებს და აისახება. მაშვისი ბრალია უძილობა ინდივიდის თუ გარემოსი. ვისია ბრალეულობა და ვინ უნდა ეცადოს, რომ რაღაცნაირად აუღოს ალღო ამ სიტუაციას. ახლა ერთია დაგიდასტურებთ, კი ცხადია, რა თქმა უნდა, ეს ფაქტორები მოქმედებენ ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე, სტატუსზე, შესაბამისად ჩვენს ძილზე, ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზეც, მაგრამ მეორეა დადგენილია, რომ როდესაც გარემო ასეთია და ეს არის მოცემულობა, მაშინ ინდივიდზე უნდა იყოს ფოკუსირებული ის ღონისძიებები, ის ზომები, რომლითაც ჩვენ შევძლებთ თავი დავიცვათ, რაღაც ბარიერი დაუყენოთ აი ამ გარემოს და მინიმალურად ვეცადოთ, რომ მინიმალურად დაზიანდეს
ჩვენი ჯანმრთელობა და ზუსტად ამას ემსახურება აი ეს ქცებითი თერაპია, რომელსაც ეფუძნება სწორედ უძილობის თერაპია, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არის მოცემულობა, არის გარემო, რომელსაც ჩვენ ვერ ვცვლით და არის ინდივიდი. მაშინ ინდივიდმა უნდა შეძლოს რაღაცნაირად შეეწყოს ამ გარემოს და მაქსიმალურად დაიცვას თავი აი ამ სტრესებისგან. ეს არის ფაქტი. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა შემთხვევაში ის, რაც ახლა თქვენ ბრძანეთ, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გამოუტყდებით საკუთარ თავს, რომ ცხოვრება არ გვინდობს და ყოველდღიურობა ახალ გამოცდებს გვიმზადებს და ასეთ შემთხვევაში შეიძლება არც გარემო იყოს კეთილგანწყობილი და ხელშემწყობი იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილურად ჯანმრთელობა. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენ ვიყოთ შეიარაღებულები იმისათვის, რომ ერთმანეთი და საკუთარი თავი დავიცვათ და საზოგადოება რომ შედგეს და არა მოსახლეობა ვიყოთ უბრალოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ ერთმანეთზე ვიფიქროთ და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ვიდეო რჩევა ძილთან დაკავშირებით და მე მივალთ იმ საკითხთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ სწორედ რეალობის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ გავუზიაროთ ჩვენს საზოგადოებას. ზრდასრულ ადამიანს დღეღამეში 7-8 საათი უნდა ეძინოს. დღის ძილი ღამის ძილს ვერ შეცვლის. სრულფასოვანი ძილისთვის აუცილებელია ბოლო კვება დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. ფიზიკური აქტივობა დაძინებამდე 2 საათით ადრე. ძილის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს ხმაური, მკვეთრი განათება, მძაფრის სუნი, ძილის წინ ტელევიზორის ყურება ან კომპიუტერთან მუშაობა, ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოხმარება, საძილე საშუალებებით თვითმკურნალობა, სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. პირადი ექიმის რჩევით. საკითხი, რომელზედაც გაცილებით მეტი მინდა რომ ვისაუბროთ დღეს, სრულიად გასაგები იქნება საზოგადოებისთვისაც და რაც თავარია ჩვენი გადაცემის მაყურებლისათვის ეს იქნება ლოგიკური, რომ თქვენგან მოისმინოს ეს ინფორმაცია. 15 წელზე მეტია უკვე თქვენ ჩვენი გადაცემის სისტემატური სტუმარი ხართ და როდესაც ჩვენ ეპილეფსიაზე დავიწყეთ საუბარი, მე ძალიან კარგად მახსოვს სტიგმატიზაციის გაცილებით მაღალი ხარისხით ჩვენ საზოგადოებაში. და ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები სამსახურში დადიან, ადამიანები სხვადასხვა მოვლენებში ერთვებიან, ისე რომ საკუთარ დიაგნოზზე საჯაროდ არ აცხადებენ და ეს სულაც არ ნიშნავს იმას ეპილეფსიის დიაგნოზი, რომ ადამიანმა ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენაზე უარი თქვას და ჩვენ შევთანხმდით, რომ საზოგადოებამ ეს უნდა გააცნობიეროს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამისათვის საზოგადოება იყოს სათანადოდ მომწიფებული. მაგრამ თუ ჩვენ ლოგიკურად უნდა მივიდეთ ამ დასკვნამდე, მაშინ ჩვენ მიერ ზემოთ ხსენებული შფოთვა, სტრესი, ძილის დარღვევა, რატომ შეიძლება იყოს პირდაპირ კავშირში ეპილეფსიასთან და რატომ შეიძლება გარემო იყოს დამატებითი რისკ ფაქტორი, როდესაც საუბრობთ ეპილეფსიაზე. დიახ, მარი, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ აი ამ სტიგმის ხარისხის შემცირებაში ჩვენ შეხვედრებს და აი თქვენ გადაცემებს ძალიან დიდი როლი მიუძღვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ნამდვილად ასე იყო. განწყობას და ინფორმირებულობას, სწორ ინფორმირებულობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ საკითხში. ახლა რაც შეეხება სტრესს და ძილის დარღვევას და ეპილეფსიას, კი, აი ეს ფაქტორები ნამდვილად კავშირშია, იმიტომ რომ იცით, ეპილეფსიის კვლევის დაწყების პირველივე ეტაპებიდანვე ადამიანები, ექიმები და თვითონ პაციენტებიც აქცევდნენ ყურადღებას იმას, რომ ეპილეფსიური გულყრების გახშირება, პროვოცირება, გამოწვევა შეიძლებოდა გარკვეული ფაქტორებით და ამ ფაქტორებში წამყვანი როლი ეკუთვნის ნამდვილად სტრესს და ძილის ნაკლებობას. იმდენად რომ როდესაც ჩვენ ვიკვლევთ ეპილეფსიის მქონე ან ეპილეფსიაზე საეჭვო ადამიანებს და გვინდა რომ ჩვენს დიაგნოზში დავრწმუნდეთ, ხშირად ენცეფალოგრამას ვიწერთ ხოლმე ეგრეთ წოდებული ძილის დეპრივაციის შემდგომ, ანუ უძილო ღამის შემდგომ, იმიტომ რომ ეს იმდენად მატებს, ასე ვთქვათ, იმის შანსს, რომ ჩვენ
გამოვიწვიოთ კლინიკურად შეტევა ან ჩავიწეროთ არანორმალური აქტივობა, რომ ჩვენ ეს არის მიღებული ხელოვნურად მოდელირებას ვაკეთებთ აი ამ უძილო მდგომარეობის. იმდენად ეს არის მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელი ფაქტორი ეპილეფსიური შეტევების გამოწვევისათვის. ახლა აქაც იცით უნდა განვასხვაოთ, რომ არის მაპროვოცირებელი ფაქტორი, ტრიგერი, რომელიც ხელს უწყობს არსებული მზაობის შემთხვევაში შეტევის განვითარებას, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრიგერი. ახლა რაც შეეხება სტრესს, ასევე დადგენილია, რომ ფიზიკური და ფსიქიკური სტრესი ხელს უწყობს და არის ტრიგერი ეპილეფსიური შეტევების განვითარებისათვის. თუმცა ამ შემთხვევაში იცით, ცოტა უფრო ნაკლებად გარკვეული მდგომარეობა, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამის გაზომვა. კი, ჩვენ გვაქვს დაგროვილი ინფორმაცია და ნამდვილად ვიცით, რომ სტრესის შემდეგ შეტევა ვითარდება, მაგრამ სტრესის გაზომვა, ზუსტი კანონზომიერების დადგენა ცოტა უფრო რთულია, თუმცა ეს ფაქტი ცნობილია. ახლა რაც შეეხება გარემოს, გარემო, როდესაც ადამიანი არის უძილო და გარემო, როდესაც ადამიანი არის სტრესში, გარემო, როდესაც ამავე დროს შეიძლება რაღაც გარკვეული, ახლა ჩვენ ამას ვხედავთ, ესეთი ვიზუალური გამღიზიანებელიც იყოს, აი ესეთი ფოტოსტიმულაცია, ეს იქნება ლაზერი, ეს იქნება თუ გინდ სტრობოსკოპული შუქი, მაგალითად კლუბში წავიდა ადამიანი, არა? გარკვეულ შემთხვევებში აი ეს ფოტოსტიმულაცია და სინათლის სტიმულაცია, ესეც არის ხოლმე გარკვეული ტიპის ეპილეფსიის ხალხმრავლობა, ხმაური შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი ასეთ შემთხვევაში. პირდაპირ მაპროვოცირებელი ხალხმრავლობა და ხმაური არ არის, მაგრამ ხალხმრავლობა და ხმაური იწვევს სტრესს, ხალხმრავლობა და ხმაური იწვევს დაღლას, მოდუნებას და ამან შეიძლება გამოიწვიოს ცილის დარღვევაც, ასე რომ ეს კავშირი, რა თქმა უნდა, ცხადია და არსებობს. და აქვე მინდა ვთქვა, რომ აი თქვენ თქვით, აი ხალხმრავლობა, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ადამიანები გარშემო იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ შეიძლება მათ გვერდში მყოფ ადამიანს განუვითარდეს ეპილეფსიური შეტევა და რა უნდა გააკეთონ ასეთ შემთხვევაში, თქვენ არაჩვეულებრივი ანიმაციები გაქვთ, აი ზუსტად ამ საკითხს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთ ჩვენ გამოვიყენებთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს ხაზი გაუსვათ არა უშუალო დიაგნოზის მქონე ადამიანის, არამედ გარშემო მყოფთა პასუხისგებლობა. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გარშემო მყოფი ადამიანები იყვნენ მაქსიმალურად ემპათიურები და რაც მთავარია დამზოგავი მოქმედების შესაძლოა დახმარება ვერ აღმოუჩინონ, მაგრამ რომ არავნონ ასეთ შემთხვევაში არის თუ არა ეს საზოგადოების პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, არც ერთი დიაგნოზი არ არის სტიგმა. არც ერთი დიაგნოზი არ ზღუდავს ადამიანებს იმისგან, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთონ. მაშინ როგორ უნდა იქცეოდეს საზოგადოება? რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების სწორი დამოკიდებულება? დიახ, რა თქმა უნდა, საზოგადოების სოლიდარობა ეს არის გადამწყვეტი, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ისე სოციალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რომელიც პირველ რიგში ქმნის აი ამ ადამიანების ყველა ჩვენგანის კეთილდღეობას. მე მახსოვს ახლა გვარს უბრალოდ ვერ გეტყვით, ცნობილი ანთროპოლოგის გამონათქვამი იმის თაობაზე, რომ ადამიანი როგორც პიროვნება ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც ჩვენ აღმოვაჩინეთ შეხორცებული ძვალი. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას მოტყდა ფეხი და ვიღაცამ იზრუნა მეორე ადამიანის და ეს ძვალი მას შეუხორცდა და მოუარეს ამ ადამიანს. როცა ჩვენ ერთმანეთს ვუვლით, მაშინ ვართ ჩვენ ადამიანები და მაშინ ვართ ჩვენ პიროვნებები. სხვადასხვის თქვენმა ნათქვამმა გამახსენდა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევის შესახებ, როდესაც ჩვენ ძალიან ამაყად ვამბობთ, რომ ვართ პირველი ევროპელების სამშობლო ზეზვას და მზიას სამშობლო, ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ იქვე იმ ნამარხებში ნანახი იქნა ყბა ადამიანის ყბის ძვალი, რომელიც ადასტურებს, რომ ასაკობრივად იმ დროისათვის უჩვეულოდ ბევრი წელი იცოცხლა იმ ადამიანმა და იმ რეალობაში, იმ პრინციპებით, როგორითაც ცხოვრობდა ის საზოგადოება, რომ არა მასზე ზრუნვა, რომ არა მის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, უფრო ღონიერების, უფრო ძლიერების, უფრო მეტად დაცულების, ეს ადამიანი ამასაკამდე ვერ მიაღწევდა. ამაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვანია სწორედ აი ამ პირველი ევროპელების შილში, იმიტომ რომ იქ არა მარტო ზეზვა და მზია, არამედ ის ქვედაყბაც არის, რომელიც ხანდაზმულ ადამიანს ეკუთვნის და რომელზედაც იზრუნოს და გადაარჩინეს. და მოდით ვიდეო რჩევა ვნახოთ, რომელიც შეგვახსენებს ეპილეფსიური გულყრის დროს როგორ უნდა მოვიქცეთ. სწორად როგორ უნდა მოვიქცეთ, რასაკვირველია და ეს ეხება არა იმ ადამიანს, ვისაც უშუალოდ აქვს გულყრა, არამედ იმ ადამიანებს, ვინც მის გარშემოა. ეს არის ასაკის, პროფესიის და ყველა სხვა ფაქტორისგან დამოუკიდებლად. პირველი დახმარება ეპილეფსიური გულყრის დროს. თუ თქვენს თვალწინ ადამიანს დაეწყო გულყრა, დაცემის მომენტში მაქსიმალურად დაიცავით ტრამვისგან. მოაშორეთ ბასრის საგნები. ბინის პირობებში თავქვეშ ამოუდეთ რბილი ქსოვილი ან საგანი, მაგალითად ბალიში. ქუჩაში გამოიყენეთ ანალოგიური ნივთი, მაგალითად თქვენი ჩანთა ან ქურთუკი. კრუნჩხვის დასრულებისთანავე დააწვინეთ გვერდზე. შეუხსენით მჭიდრო სამოსი, რომ სუნთქვაში არ შეუშალოს ხელი. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. გულყრის დროს დაუშვებელია ადამიანისთვის ზიანის მომტანი აქტივობა. ამიტომ ნუ ეცდებით ადამიანის შებოჭვას, შეკრული კრიჭის გახსნას, ენის დაჭერას, წამლების გამოყენებას, ადამიანის შეფხიზლებას წყლის ჭავლით, სილის გაწუნით ან ყურების სრესით. გახსოვდეთ, დიდი გულყრის დროს ადამიანი კარგავს ცნობიერებას, არ ახსოვს გადატანილი კრუნჩხვები. თქვენ უნდა უამბოთ მას მომხდარი ფაქტის შესახებ. აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია თუ გულყრა პირველად განვითარდა. გულყრის შეტევა რამდენჯერმე განმეორდა. დაზარალებულს აქვს ტრამვები. დაზარალებულს რამდენიმე წუთში არ დაუბრუნდა ცნობიერება. სიცოცხლის გახანგრძლივება და არა გადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. და როდესაც საუბრობთ რეკომენდაციებზე, ჩვენი გადაცემა ყოველთვის ამით გამოირჩევა, რომ ჩვენ ერთი მხრივ ფაქტის და მოვლენის ანალიზთან ერთად გვაქვს აუცილებლად მეორე მხარეც, როდესაც ადამიანებს პრაქტიკულ რეკომენდაციებს უზიარებთ. ჩვენს თვალწინ განვითარდა ეპილეფსიური გულყრა, რა უნდა იყოს მთავარი ფრაზა თქვენი მხრიდან, რაც გარშემოუყოფებმა უნდა გაითვალისწინონ? გარდა იმისა, რაც მოისმინეს უკვე ჩვენმა მაყურებლებმა, ძალიან მნიშვნელოვანია დავაფიქსიროთ გულყრის ხანგრძლივობა და ასევე დავაკვირდეთ უშუალოდ გულყრის შემდგომ მდგომარეობას. მე გულისხმობ ცნობიერების აღდგენას. აუცილებლად უნდა დაველოდოთ, რომ ადამიანს ბოლომდე აღუდგეს ცნობიერება, უპასუხოს ჩვენ კითხვებს, გახდეს ორიენტირებული დროში და გარემოში. დავინიშნოთ დრო რამდენი ხანი დაჭირდება მას, იმიტომ რომ სცენარი შეიძლება ცოტა სხვანაირადაც წავიდეს, შეიძლება ერთ გულყრას მოყვეს შემდგომი გულყრა, ან ადამიანს ცნობიერება არ დაუბრუნდეს, რაც არის უკვე დაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა და ჩვენ აუცილებლად უნდა დაუძახოთ მაშინ სასწრაფო დახმარების მანქანას. და როდესაც ასე ვთქვათ, კეთილსაიმედო სცენარით წავა და ადამიანი აღიდგენს ცნობიერებას, აუცილებლად უნდა ვკითხოთ მას, ხომ არ სჭირდება მას სახლში მიცილება, არ იყო ეს მისი პირველი ეპიზოდი თუ მას აქვს ეს პრობლემა და იცის რომ შეიძლება დრო და დრო შეტევები განვითარდეს, იმიტომ რომ თუ ეს იყო პირველი ეპიზოდი, ასევე აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. ნუ გარდა ამისა, თვითონ პაციენტებს არ უნდა დაავიწყდეთ წამლის მიღება. პრეპარატის რეგულარულ მიღებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და თუ მათ ამის შეხსენება ჭირდებათ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დახმარება იქნება მათი გარშემოყოფებიდან, თუ ისინი ამას გააკეთებენ და გააკონტროლებენ, იმიტომ რომ ესეც არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირი ფაქტორი, რატომაც უეცრად ვითარდება ეპილეფსიური შეტევა. და ის რაც ჩვენი გადაცემის სათაურშიც არის დღეს გამოტანილი და რაც მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რასაკვირველია ჩვენ ყოველდღიურობა ახალ-ახალ სტრესს გვთავაზობს და ახალ-ახალ საბაბს იმისათვის, რომ შფოთვა და მღელვარება გქონდეს, მაგრამ ალბათ გასათვალისწინებელია გატეხილი ღამეების ტვირთი და რისკი. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს გაითვალისწინოს იმ ადამიანმა, ვისაც ეს დიაგნოზი აქვს? ისიც ცხადია, ეს ყველა შემთხვევაში შესაძლებელია, არ არის ყოველთვის მარტივი. სხვათა შორის არის ასეთი პიროვნული წინასწარ განწყობაც, პიროვნების ტიპი, რომელსაც ეს უფრო მარტივად შეუძლია გააკეთოს, ან უფრო რთულად შეუძლია გააკეთოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს შესაძლებელია და იგივე
ინფორმირებულობაზე დაყრდნობით, იმაზე დაყრდნობით, რომ ადამიანს შეუძლია შეაფასოს რისკი და სიკეთე, რომელიც შეიძლება მოიტანოს უძილობამ, ალბათ ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ და აი მიმართონ იმ ქცევით რეკომენდაციებს, რაც გაუადვილებთ მათ სრულფასოვანი ცილის აღდგენას. თქვენ ახსენეთ, რომ გარშემომყოფებს აქვთ დიდი პასუხისმგებლობა. მაგალითად, ის რომ გარშემომყოფები მისცემენ საშუალებას სრულიად უცნობი ადამიანები თუ შენიშნეს მსგავსი სიტუაცია, რომ კი არ შეიკრიფონ და კი არ შეზღუდონ ეს ადამიანის სივრცეში, არამედ პირიქით დაშორდნენ ხომ ასეა, ნათი რაღაცნაირად ამოსუნთქვის საშუალება მისცენ და გაუთავისუფლონ გარკვეული სივრცე. თქვენ ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც უნდა გავიმეოროთ. არ დაავიწყდეთ მედიკამენტის მიღება და თქვენ ბრძანეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მზრუნველი ადამიანების თანადგომა ასეთ დროს, რომ თუ მას ჭირდება შეხსენება, მაშინ შევახსენო და რამდენად საჭიროა, ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რამდენად სასურველია, რომ ასეთი მხარდაჭერა იყოს მაგალითად, თუნდაც ის, რომ მარტო არ ვიყოთ, მარტო არ წავიდეთ, მარტო არ დავყოვდეთ, მერე გამოგვაცილონ, თუ ასეთი რაღაც მოხდება. ცხადია, აი ეს რაღაც ნაწილობრივ ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ, როდესაც ვთქვით, რომ აუცილებლად ადამიანის ცნობიერება უნდა აღდგეს და ცხადია, აი სახლამდე მიცილება, ოჯახის წევრებისათვის ადამიანის ჩაბარება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იცით შეტევა ხშირად უმიზეზოდ არ ხდება. თუ გინდ გატეხილი ღამის შემდეგ ერთ შეტევა შეიძლება მეორე მოყვეს. თუ გინდ მედიკამენტის დავიწყების შემდეგ ერთ შეტევა შეიძლება მეორე მოყვეს. ასე რომ სჯობს რომ ადამიანი ეპილეფსიური შეტევის შემდეგ მარტო არ დავტოვოთ და რაღაცნაირად ჩავაბაროთ სხვა მზრუნველ ადამიანებს. ძალიან დიდი მადლობა ნათი ჩვენთან სტუმრობისთვის და მადლობა მრავალწლიანი მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის. მადლობა რომ ყველა ესეთ საპასუხისმგებლო მომენტში ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ სწორად დავგეგმოთ თემა და თქვენ სწორად არჩევთ ფრაზებს, რომელიც წაადგება საზოგადოებას და მაყურებელს უნდა შევახსენო, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი, ნევროლოგი, ეპილეპტოლოგი, ძილის მედიცინის სპეციალისტი ქალბატონი ნათია ოკუჯავა. მე არ დაგემშვიდობებით, კვებით შუქნიშანი გვაქვს და როგორც გუშინ დღესაც გარკვეული თავისებურებით გამოირჩევა ჩვენი კვებით შუქნიშანი. კვებით შუქნიშანი, რომელიც ტრადიციულად არის ჩვენი გადაცემის განუყოფელი ნაწილი, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ადამიანების ცხოვრების წესი შეიცვალოს, ადამიანების დამოკიდებულება საკვების მიმართ შეიცვალოს და ნაცვლად საჭმელისა საკვები იქცეს საზრდოდ, რომელიც ადამიანებს არა მარტო ენერგიით და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, არამედ ავსებს ინფორმაციით, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ არსებობასაც და ზოგადად ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, დღეგრძელობას, ცხოვრების ხარისხს და ამავე დროს ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ინფორმაციის მიღება ვაქციოთ კომუნიკაციის ფორმად. დიახ, კვების პროცესი, როგორც ადამიანების ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ჩვენთვის ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და თქვენ წარმოიდგინათ მეგობრობა, ანუ გობიდან, საერთო გობიდან საკვების გაზიარება და საერთო ტრაპეზი არის ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ კვებით შუქნიშანი, რომელიც ყოველთვის ემსახურება კონკრეტული სურათხატის შესაბამისად ინფორმაციის გადანაწილება, სხვა არაფერია თუ არა თემასთან დაკავშირებული რეკომენდაციები გარკვეული მინიშნებით. რაზედაც ფერები ყველაზე
კარგად მიგვანიშნებს ნებადართვით, სიფრთხილით, შეზღუდვით, წითელი ფერის შემთხვევაში ძალიან იშვიათად აკრძალვით, მაგრამ მთავარი სათქმელით მომაქცია ყურადღება. ჩვენი გადაცემა ცდილობს ბევრ საკითხს მიაქციოს ყურადღება და მიაქციოს ადამიანზე ზრუნვით. ამ საკითხებს ყურადღება. მთავარი ჩვენი საზრუნავი და სათქმელი არის დაკავშირებული ყოველთვის ადამიანთან. ამიტომ მე დავიწყებ იმით, რაზედაც გუშინ გავჩერდით. ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება ის პროდუქტები, რომელიც ტრადიციულად თავს იყრის მწვანე ზონაში. რა შეიძლება იყოს საყურადღებო მაშინ, როდესაც ეპილეფსიაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება მოგვეშველიებია ის ტრადიციული რეკომენდაცია, რომელიც 2011 წლიდან ჩვენი გადაცემის და არა მხოლოდ ჩვენი გადაცემის სამედიცინო აზროვნების ნაწილი გახდა. თეფშის პრინციპით, როდესაც ჩვენ საუბრობთ სულ ცოტა ხუთი ჯგუფი, სულ ცოტა ხუთი ფერის პროდუქტზე. მაგრამ მე როგორც შენიშნეთ, არც გუშინ მოგქცეულ ვარ, ასე და არც დღეს მოვიქცევი, როდესაც საკვებ პროდუქტებს ამ ზონების შესაბამისად გადავანაწილებ. ამოცანების შესაბამისად გავანაწილოთ. მოდით ეს პროდუქტები, რა ვთქვათ, რომ ეპილეფსიური გულყრის გახშირებას ბევრმა ფაქტორმა შეიძლება შეუწყოს ხელი. როგორც ქალბატონმა ნათია ოყუჯავამ ბრძანა, მაგალითად სტრესი, შფოთვა, ძილის დარღვევა, გარემო ფაქტორები არის მაპროვოცირებელი, არა მიზეზი. ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის ეპილეფსიის მიზეზი, მაგრამ ეს ფაქტორები, რაც მან დაახასიათა, არის ხელშემწყობი ეპილეფსიური გულყრის. მე სწორედ ამ ხაზით გავაგრძელებ მსჯელობას, ამ ხაზით გავაგრძელებ თხრობას და გეტყვით, რომ როდესაც COVID ფაქტორებს ვათვალიერებთ და ამ ნუსხას გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ წყლის არასაკმარისმა უზრუნველყოფამ ჩვენი ორგანიზმისა შეიძლება ხელი შეუწყოს ეპილეფსიურ გულყრას. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით კვლევები არსებობს და მტკიცებით დადასტურებულია, რომ წყლის ნაკლებობა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ორგანიზმის მოთხოვნილების შესაბამისად, წყლის ნაკლებობა, ანუ შეუსაბამოდ მიღებული წყალი, როდესაც ორგანიზმის მოთხოვნილება არ კმაყოფილდება წყალზე, არის წინაპირობა იმისა, ერთ-ერთი და არა ერთადერთი ხელშემწყობი ფაქტორი იმისა, რომ დიახ შეიძლება განვითარდეს ეპილეფსიური გულყრა. ამიტომ წყალი და წყალშემცველი პროდუქტები, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არა წყლის შემცვლელი, არამედ წყალშემცველი უხწყლიანი პროდუქტები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც კომპაქტური შესაძლებლობა, მაშინ, როდესაც არ ვართ სახლში, როდესაც ქუჩაში ვართ, როდესაც ხალხმრავლობაა და ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ ადეკვატურად მივიღოთ ეს რაოდენობა წყლის, მაშინ წყალთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ასეთი კომპაქტურად, თუნდაც კონტეინერში ადვილად გადასატანი პროდუქტები. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი პროდუქტი, რომელსაც მოვიხმართ ასეთ შემთხვევაში, შეიძლება იყოს ასევე ხელშემწყობი ეპილეფსიური გულყრის. კიდევ ერთხელ დაუბრუნდები წყლის თემას. წყლის ნაკლებობა დადასტურებულია როგორც ერთ-ერთი რისკ ფაქტორი ეპილეფსიური გულყრის განვითარების ხელშემწყობი, მოდით ასე ვთქვათ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი საკვები პროდუქტების ინტენსიურად მოხმარება და მხოლოდ ამ პროდუქტებზე დაყრდნობამ საკვებ რაციონში შეიძლება ასევე ხელი შეუწყოს ეპილეფსიურ გულყრას. მე ყველა ასეთ პროდუქტზე არ გესაუბრებით, დღეს მხოლოდ იმ პროდუქტებზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელსაც მაგალითად ქუჩაში გადაადგილებისას, თავშეყრისას ადამიანები იყენებენ. შეიძლება იყოს ყავის და ჩაის ინტენსიური გამოყენება, შეიძლება იყოს კოფეინ შემცველი, ენერგეტიკული სასმელის დიდი რაოდენობით გამოყენება. ეს არის კომპაქტური, სახელდახელოდ მისართმევი, მაგალითად კოფეინ შემცველი ნუგბარის დიდი რაოდენობით გამოყენება. ყველა ეს ფაქტორი შეიძლება იყოს საყურადღებო. რასაკვირველია, ამ რიგში ხდება ალკოჰოლ შემცველი პროდუქტებიც, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, პასუხისმგებლობა, სოციალური პასუხისმგებლობა, მოვლენების სიმძაფრე ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ძალიან გონივრულად ირჩევენ პროდუქტებს და მათ შორის ალკოჰოლთან დამოკიდებულებას, იმისათვის, რომ აი ეს სოციალური პასუხისმგებლობა არ დაკნინდეს ალკოჰოლის გამოყენებით. რაც შეეხება მედიკამენტებს, აქ არის ერთი მხარე, რომელზედაც ქალბატონმა ნათია ოყუჯავამ ისაუბრა. როდესაც მედიკამენტების მოხმარება არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვისარგებლებ შემთხვევით. თუ თქვენ ასეთი ეპიზოდი უკვე გქონდათ,
ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება წლების განმავლობაში დაგროვილი, გვეუბნება, რომ შეიძლება მედიკამენტის მოხმარება კვებას დაუკავშიროთ. ანუ კვების პროცესის თანმხლები იყოს, ან საკვების მიღებიდან ძალიან მალე დავგეგმოთ მედიკამენტის მიღება. მაშინაც კი, როდესაც გრაფიკი არეულია, მაშინაც როდესაც ჩვენთვის უჩვეულო გარემოში ვიმყოფებით. ეს დაგვიცავს იმ ხარვეზებისაგან, რაზედაც პროფესორი ოგუჯავა საუბრობდა. ხოლო რაც შეეხება მდგომარეობებს, რომელიც ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს მედიკამენტებს, ეს გახლავთ ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოხმარება. იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება ადამიანს გულყრის საწინააღმდეგო ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატების მიღმა სჭირდებოდეს სხვა დანიშნულებით პრეპარატების მიღება და ასეთ შემთხვევაში ამ პრეპარატების დამსახურებით შეიძლება განვითარდეს ისეთი მდგომარეობა, როდესაც მაგალითად წყლის დანაკარგი, მაგალითად ზოგიერთი მინერალური დისბალანსი, რაც ხელშემწყობი იქნება ეპილეფსიური გულყრის, ამის გათვალისწინებაც აუცილებელია და წითელი ზონა. ეს არის მდგომარეობა, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლება დიდად საყურადღებოც არ ყოფილიყო, ან არის მდგომარეობები, როდესაც ყოველთვის საგანგებოდ საუბრობთ ულუფისათა საათის შესახებ. მაგრამ რა მაქვს ხედულობაში? მინდა გაგახსენოთ, რომ კვებას 3 მთავარი გასაღები აქვს. როდის მივირთმევ, რამდენს მივირთმევ და რას მივირთმევ. ანუ როგორია კვება რეჟიმის შესაბამისად, როგორია ულუფის შესაბამისად, როგორია რაციონის შესაბამისად. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ეპილეფსიური გულყრის ხელშეწყობაზე ვსაუბრობთ, დადგინდა, რომ თუ კვებათა შორის ინტერვალი არის ძალიან დიდი. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ჰიპოგლიკემიას, ანუ გლუკოზის დონის მკვეთრ კლებას სისხლში, რაც შეიძლება აღმოჩნდეს ეპილეფსიური გულყრის ხელშემწყობი. აღმოჩნდა, რომ ულუფა ასევე შეიძლება იყოს ხელშემწყობი, რატომ? იმიტომ რომ უკიდურესად ჭარბი ულუფით დატვირთვა ადამიანის ორგანიზმის ინსულინის კიდევ უფრო დიდი რაოდენობით გამომუშავებას იწვევს, რასაც შედეგად მოგვიანებით მოყვება მკვეთრი ვარდნა გლუკოზის მაჩვენებლის. ან ძალიან მწირი კვება. მიაქციეთ ყურადღება, მწირი კვება, უკიდურესად ჭარბი კვება, დიდი ინტერვალები, გლუკოზის დონის კლება. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლი, ან დამოუკიდებელი რგოლი, რომელიც ხელს უწყობს ეპილეფსიურ გულყრას. ეპილეფსიის მიზეზი ეს არ გახლავთ, მაგრამ ეპილეფსიური გულყრის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. ამიტომ თუ თქვენ ასეთი თავყრილობის დროს ქუჩაში დიდხანს გიწევთ ყოფნა, აუცილებლად გაითვალისწინეთ წყლის მოხმარება. თუ წყალთან ერთად გავიცვალისწინებთ წყლის შემცველ პროდუქტებს, ესე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გაითვალისწინეთ, რომ ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებების დამსახურებით ჩვენ შეიძლება გქონდეს B6 ვიტამინის, ნატრიუმის, კალციუმის, მაგნიუმის ნაკლებობა ორგანიზმში, რამაც შეიძლება თავისი გავლენა იქონიოს ჩვენ ჯანმრთელობაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ ხანგრძლივი ინტერვალები და უკიდურესად მწირი კვება შეიძლება იყოს სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრი დაქვეითების წინაპირობა, რაც გულყრის ხელშემწყობი შეიძლება აღმოჩნდეს კონკრეტულ სიტუაციაში. მე ხვალამდე გემშვიდობებით და რასაკვირველია, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.